მოხეულად თქვა დღევანდელი სიტუაცია რომ გახარიაცემ ეს და ასე შემდეგ. მეგობრებო, მე ყველაზე და ყველაფერზე მაქვს თავისი დოკუმენტაცია დადებული. წყალი რო არ გაუვა ისეთი. ეს მე გავაკეთე კიდევ თუ არ ვწდები შარშან წინ, როდესაც ვამხილე გახარია თავისი ახალი პარტიის შექმნით, როდესაც უცებ თვალში მომხდა მისი აი ბადრიჯნის ფერი ასე ვთქვათ, ფონი. ну разгадაც დროშა თუ რაც არის მაგრამ და მე სიმბოლო რაღაც რაც იყო იქ ეს მე რაღაც ცოტა ნახევარ იყო 2 წუთიან მაშინ თუ ვინმეს არ აქვს დანახი მითხარი და ჩაგიდებ ესენი ეს არის სიმბოლო რასაც ნიშნავს და მე ის ფერი და ეს ყველაფერი ეს არის ტრანსგენდერების ფერი და მათ აფინანსებს შემოკარგებო თუ არ ვსები ბელგიიდან თუ სადღაც ევროპული რაღაც არ მახსოვს ცენტრი არსებობს ასე ტრანსგენდერების კორპორაცია და ისინი აფინანსებენ მას პარტიული გახდით გეუბნებით იმ პარტიამ რომელიც მან შექმნა რაღაცა ქვია მას რაღაცნაირი საქართველოს როგორ არის არის გამიგე ტრანსგენდერები მე მან მიიღო მონაწილეობა მისმა პარტიამ ასე ვთქვათ ამ ქალების ფემინისტურ გამოსვლებში მე LGBT-საც დაუჭირეს ხარი და ну რაღაცებს კიდე მოაწერეს ხელი ну მოკლედ ეს ალგაუვალი ინფორმაცია და მე არ ვიცი ის რატო ცემეს იქ ძალიან ნაკლებად მაინტერესებს მე ვაფიქსირებ ფაქტს გამიგეთ მე რომ გითხოთ ღირსია წესით აი ასე იქნებოდა ეს 2012-ში და 13-ში უკან გეუნებით როცა უცნება მოვიდა აი ესე იქნებოდა და ასე უნდა ყოფილიყო ყველა ნაცის მიმართ თელიერი გამიგე და ამის გამკეთებელიც იყო ხალხი ამის გამკეთებელი მაგრამ ვერ გააკეთა და რატო ვერ გააკეთა იმიტომ შემოგარგებო რომ 2 თუ 3 თვის განმავლობაში ამათი დუხი არის მოდა აი მაგიდის კვეს კი არა სადღაც იმას სოროში იყვნენ შემძვრალი იმიტომ რომ აი არ ვიხადა ვინმე რამე არ გვიყოს და შიში დადიოდნენ ქალაქში კიდე შიში რომ ხო იცოდნენ რაც კონდათ გაკეთებული და რაც დაემართებოდათ ხო ადეკვატურად ასე უნდა სამაგირო უნდა გადაგეხადა მათთვის ხო იყოს მაგრამ 2-3 თვე მათი აი როგორც თქვენ ბუზის გაფრენა იფრენა აი ესე არსად არ ჩადნენ ესენი მაგრამ როგორც კი მოვიდა ამერიკიდან ეგრეთ ყბადაღებული კოჰაბიტაცია ანუ ერთად დაწეკით ერთად ისხოვრობთ ბატონო ბოზი ჩატლახი და პიდარასტი და კაცები და ყველაფერი ერთადო და ამათ ხელი არ მოკიდოდო არ შეეხოთო ბჭო გაჯეჯილდნენ ესე და ეხა როგორ არის აი ტილს რო ფეხზე დაისვა ხო იცით ახლა ღორისთვის რა ემართება და მე თავში რომ აი სახა და ეხა ღორის ტილები გაბლატავდით გაჯეჯილდით გამიგე და პიკზე ხართ ეხლა რაც მოგივა დავითაო ყველამშინ დავითაო ხო იცით დავითი არ არის მაგი დავითზე არ არის დავით დავა ამაზე ლექცია მქონდა ხო დადებული რაც მოგივა თქვენ ჩათლახობით იმის პასუხისმგებლობთ ეხლა ყველა ერთად და ნეტა ყველამ ასე მიიღოს სულაც არ მადარდებს ეხლა თქვენი კანონებია